მნიშვნელოვანი სიახლეები შეეხება იმას, რომ ხდება კლასიფიცირება პატიმრების საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ორი ახალი ტიპის დაწესებულება, ერთი დაბალი რისკის პატიმრებისათვის, სადაც განთავსდებიან პატიმრები, რომლებიც არ არიან კრიმინალური სამყაროს წევრები, იცავენ ადმინისტრაციის შინაგან ნაწილს, ასევე სურთ, რომ დასაქმდნენ და შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები, სწორედ ასეთი ტიპის დაწესებულება ჩვენ გვექნება წლის ბოლოსთვის, რუსთავის მე-16 დაწესებულებაში საწარმოო ზონა, კონკრეტული კომპანია არის, რომელიც უკვე დაასაქმებს ჯავრდებულებს და რადიკალურად სხვა პირობებით, ანუ კაცრი პირობებით, კაცრი მეტყოლყურებებით იქნება განსაკუთრებული რისკების ჯავრდებულებისათვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან პრინციპული მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და არის ასევე სხვა, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა შენიშვნები. ძირითადი საკითხი ჩვენი ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია ამ კუთხით მუშაობს. ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი ციხეებზე აუცილებლად უნდა განხორციელდეს. დღეს იცით თქვენ, რომ ეროვნული პრევენციის მექანიზმის გარდა, ანუ სახალხო დამცველის გარდა, არავის არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევიდეს ციხეებში და განახორციელოს მონიტორინგი. ჩვენ ვთვლით, რომ პატიმრობის კოდექსში აუცილებლად უნდა შეიქმნას ამის არის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა სამოქალაქო კონტროლი განახორციელოს სასჯელ ახსოვლების დაწესებულებებზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.